ახლა კი ჩვენს ეთერში რუბრიკის დროა, რომლის ფარგლებშიც კორპორაციული მდგრადობის და მისი მნიშვნელობის შესახებ გიყვებით. რუბრიკის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ხელი შეუწყოს კორპორაციული მდგრადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. საქართველოს მხარი დაუჭირა მდგრადი განვითარების გლობალურ დღესწესრიგს და მიზნად დაისახა ყველა 17 მიზნისა და მათი ამოცანების იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. რა გამოცდილება დაუგროვდა ბიზნესს მდგრადი განვითარების მიმართულებით საინტერესოა და როგორ ერგება კერძო ბიზნესის ინტერესები ამ მიზნებს, თაკო პაატაშვილისგან გავიგებთ. მდგრადი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პრინციპებს ეფუძნება. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის გარემოს დაცვის საკითხები მაქსიმალურად გასათვალისწინებელია. მნიშვნელოვანი ხდება მწვანე ეკონომიკის განვითარება, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. რადგან ამოწურვადი რესურსების ხარჯვის უდიდესი პროცენტი სწორედ ბიზნესზე მოდის, კომპანიები უკვე ფიქრობენ გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად მეტი ინოვაციური პროდუქტის და მომსახურების შექმნაზე. კომპანია SKOS-ი ერთ-ერთი მაგალითია, როგორ უნდა აწარმოო ისე, რომ გარემო არ დაზიანდეს. მწვანე გადაწყვეტილებები, რომელსაც კომპანია SKOS-ი ავითარებს, ახალია ბაზრისთვის და ამიტომ ძალიან დიდი გამოწვევა იყო თავიდან, როგორ გადაგვექცია ეს ჩვენ ბიზნეს მოდელად. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა ჩვენი მოდელის შერჩევის დროს, ძალიან მჭიდროდ დაიწყეთ თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც უყურებდნენ გადაწყვეტილებაში არა ფინანსურ მოგებას, არამედ გარემოს დაცვით მოგებას და ჩვენ დავიწყეთ აი ამ გარემოს დაცვითი ნაწილის რეალიზაცია. კომპანია SKOS-მა ბაზალეთზე სიდრის წარმოება მწვანე მეთოდოლოგიით დაიწყო. დაბალ ალკოჰოლური სასმელი ენერგოეფექტური გზით მზადდება. საწარმოს ენერგომოხმარება თითქმის ნულოვან პრინციპს ეფუძნება და სიდრის მისაღებად მზის, ქარის და გეოთერმული ენერგია გამოიყენება. გადავწყვიტეთ აგვეშენებინა ეს სადემონსტრაციო ცენტრი, რომელიც თავს უყრის რამოდენიმე ბიზნეს იდეას. ერთ-ერთი არის სიდრის კლუბი, სიდრის წარმოება, ის იმიტომ რომ ღვინეობის სექტორი ძალიან კარგად არის ჩვენთან განვითარებული და ამ დროს არის ვამპირი ენერგეტიკის, ასე ვთქვათ. ჩვენ ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს სხვა კომპანიებსაც და ვთავაზობთ მის ნაწილში, მის ბიზნესში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მისი ბიზნესის გამწვანება. ამავდროულად ვთავაზობთ ESCO გადაწყვეტილებას. ESCO გადაწყვეტილება არის მწვანე გადაწყვეტილება, ენერგოეფექტიანი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას კი არ ვთავაზობთ ისე, რომ მხოლოდ ქაღალდზე უწევთ, არამედ მის რეალიზაციას ვთავაზობთ. ხარჯების შემცირების და გარემოზე ზრუნვის მიზნით SKOS-მა ენერგოეფექტური ღუმელების წარმოებაც დაიწყო. მოიხმართ ნაკლებ შეშას, მოჭრით ნაკლებ ხეს. ჩვენი ღუმელები არის სერტიფიცირებული. თუ ოჯახი ხმარობდა 7-10 კუბამეტრ შეშას, ჩვენ შემთხვევაში ის საწვავს მოიხმარს ორჯერ ნაკლებ და საინტერესო ეს იმითიც არის, რომ მას შეუძლია უკვე იმ ჩვეულებრივი ღუმელებით, რომელიც აქამდე იყო, ვერ წვავდი ბიომასას. აქ შესაძლებლობა გეძლევა ამისთან, შესაძლებლობა გეძლევა ინტეგრირება გააკეთოს საჭმელი მომზადოზე. განახლებადი ენერგიები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს. სუფთა ენერგია კი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ამასთან განახლებადი ენერგორესურსების წილის ზრდა გაეროს მდგრადი მიზნებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. გაეროს 17 მიზანს ნაბიჯ მიუყვებით, არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ ყველა 17 მიზანს ვიზიარებდა და გენდერი იყოს, ახალგაზრდების გადამზადება, წყლის სანიტარია, მეორადი წყლის მართვა, სიღარიბესთან ბრძოლა. კომპანია სოციალურ პროექტში ჩაერთო და გაეროს დახმარებით ენერგოეფექტურ ღუმელებს მაღალმთიან რეგიონებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უსასყიდლოდ გადასცემს. ასეთი სლოგანი გვაქვს, დაიცავი გარემო და ადამიანები. რატომ? იმიტომ რომ ენერგოეფექტიან ღუმელებს თუ აძლევს სოციალურად დაუცველებს, მაშინ აღმოჩნდება რომ შენ იცავ გარემოს და იცავ ადამიანებს და სითბო ყველა ოჯახში შედის. ყველაზე საინტერესო ეს არის ამ მოდელში, რომ სხვა ბიზნეს სტრუქტურების დაინტერესდნენ და ისინიც ამ აქციას შეუერთდნენ.
SOS-ი ფუნქციურად ახალი დაახლოებით 500 კილოვატის სიმძლავრის სადგურის ამოქმედებასაც გეგმავს, სადაც შესაძლებელი იქნება მზის, ქარის, ბიომასის თბური ტუმბოების ერთობლივი გამოყენება. ფარად ჩვენი დანახარჯების დაახლოებით 40%-ს, მაგრამ აპრილის თვეში ჩვენ უკვე მივახცევთ იმ კომპონენტს, რომ მთლიანად დავფარავთ დანახარჯებს და დაგვრჩება ჭარბიც. უკვე შევედით ერთ-ერთ საპილოტე პროექტში და აპრილში ჩვენ უკვე დავიწყოთ მის რეალიზაციას. ეს არის ენერგიის შენახვა წყალბადის მეშვეობით და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ყველა ტიპის ბომარაგებაზე შეიძლება უთხრათ ვარი ჩვენ ქსელებს და უთხრათ რომ აღჭირდება ეს, თუმცა ისეთნაირად ვიქნებით დალაგებული. აქ ამის იმედი გვაქვს, ამის დაფინანსებაც გვაქვს უკვე და ეს შემდგომ დაიწყება ამ მოდელების გაყიდვა უკვე. კომპანია მწვანე იდეების ნაკლებობას არ განიცდის და ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას ითვალისწინებს როგორც ფინანსურ, ისე გარემოს დაცვით მომგებიანობას. მე ურჩევდი კომპანიებს, რომ ხელი მიყონ განახლებადი ენერგიებისკენ სვლას, არ შეაშინოთ, იმიტომ რომ მთელი სიამოვნება და მთელი დიდი მოგება არის ბარიერების გადაწყვეტაში, თავისი მუყაითობით, შრომისუნარიანობით და ჩვენ რა სლოგანიც გვაქვს, ამ სლოგანის ტრადიციებიდან ინოვაციამდე განხორციელებით შეძლებენ ისინი წარმატების მიღწევას.